გამარჯობათ, შემოგავანწერებო და არხის სტუმრებო. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში. ვიხართ თქვენ და ვინ არის თქვენი ადამიანი, ვის გამოც გახსენეთ ეს ვიდეო. ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად სწავლობთ სიტუაციებისგან, ცხოვრებისგან, შეიძლება ითქვას მარადმწვანე მოსწავლე ხართ. მოსწავლე არაპირდაპირი გაგებით, თუმცა ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება პირდაპირი გაგებითაც რამე სწავლობთ, ეს მაგალითად უცხო ენას და რა ვიცი, მრავალი რამე შეიძლება. ასევე თქვენ ხართ ლოგიკის ადამიანი, რომელიც ხართ სტაბილური ურთიერთობებში, მეგობრობა იქნება თუ სამსახური იქნება თუ სასიყვარულო ურთიერთობა, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ სტაბილურობას. დაახლოებით ასეთი ხართ ფიზიკურად მშვენიერი, გამოიყურებით იმაზე უფრო ახალგაზრდულად, ვიდრე ხართ ასაკით. 20 წლისაც რომ იყოთ დაუშვათ, შესაძლებელია გეუბნებიან, რომ უფრო პატარას გავხართ. ეს მაგალითი მოვიყვანე, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლით ბრძანდებით, ისეთი არკანია, რომ მოდის ძალიან ახალგაზრდული ენერგია. ვინ არის თქვენი ადამიანი? თქვენი ადამიანი შეიძლება ითქვას არის შიშებში, კომპლექსებში, თავშეკავებული, ის მაქსიმალურად ცდილობს შეიკავოს საკუთარი ემოციები, ცდილობს გააკონტროლოს მისი ქცევა, ცდილობს რომ ვინმემ არ მოატყუოს ჭკუაში, მაგალითად შიშებში ამას გულისხმობ, მას შეიძლება ეჩვენება რა, მას მიაჩნია, რომ ზოგადად ბევრი მანიპულაცია, ტყუილი ინტრიგა არის ზოგადად ხალხში და მან, ასე ვთქვათ, თავი არავის არ უნდა მოატყუებინოს. თვითონ, ესე იგი, აზროვნებს ძალიან სწრაფად, ძალიან გონიერია, IQ აქვს მაღალი. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. გონების ადამიანი, სწრაფად მოაზროვნე, ჰაეროვანი, შეიძლება ითქვას, ის არ არის ისეთივე სტაბილური, როგორიც ხართ თქვენ. მას სჭირდება მეტი თავისუფლება ურთიერთობაში. კარგით. თქვენი ადამიანი გეგმავს რამეს თქვენთან დაკავშირებით. მას საერთოდ რაიმე გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით. მას აქვს შიშები, ის ძალიან ბევრს ფიქრობს. ესე იგი, ბევრს ფიქრობს ძალიან ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობს. და რას ეხება მისი ფიქრები? ეხება კომფორტის ზონიდან გამოსვლას. ესე იგი, თქვენ რომ გაჩნდეთ, ასე ვთქვათ, მის გეგმებში მომავალში, ამისათვის მან უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს, სტაბილურად გრძნობს კომფორტის ზონაში თავს. იქედან რომ გამოვიდეს, მართალია აქვს მას არჩევანი ბევრი, რომ რა შეიძლება გააკეთოს, თქვათ, საქმიანობა იქნება ეს, თუ რაც იქნება. ამის არჩევანი მას აქვს, მაგრამ მაინც აშინებს არჩევანის თავისუფლება, ასე ვთქვათ. ამიტომ ირჩევს კომფორტის ზონას, თუნდაც იყოს დაძაბული და თუნდაც იყოს ნერვებზე. კარგით. რას ფიქრობს თქვენზე? ძირითადად თქვენს ადამიანში ვხედავ შიშს. სიყვარულიც არის, რა თქმა უნდა. შიშში არ გულისხმობ რაღაც ბანალურ შიშს. მაგალითად ეს არის სამართლიანობა. ესე იგი, ახლა გეტყვით, რას ფიქრობს თქვენზე. გრძნობა ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, აქვს თქვენს მიმართ, თუმცა მას საკუთარი გრძნობაც კი აშინებს.
რატომ? იმიტომ რომ უნდა იმოქმედოს გრძნობა მას უბიძგებს მოქმედებისკენ. მას გრძნობა ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ. თასების რაინდი. ნამდვილად აქვს, უბრალოდ ის არ მიყვება რატომღაც გრძნობას და ირჩევს საკუთარ თავს. თუმცა მან იცის, რომ დაიღალა იმით, რომ ირჩევს საკუთარ თავს. ამითი დაიღალა. ეს არის დამხლელი, ამიტომ გზასურს თქვენთან იმისათვის, რათა გამოვიდეს სტაგნაციიდან, რომელიც მან დაიმსახურა. ეს სტაგნაცია, ეს დისტანცია, რაც არის თქვენს შორის, მან დაიმსახურა. მისი აზრით, სამართლის მიხედვით, ეს არის დამსახურებული. თუმცა გული ეკაჩება თქვენსკენ, მაგრამ მას სტაბილური ურთიერთობის სანაცვლოდ რაღაც მანიპულაციები აქვს ჩაფიქრებული. ესე იგი, ბოლომდე არ ამხელს რაღაცას. რას გიმალავთ, მოდით ნახოთ. რაღაცას ელოდება. როდის გააქტიურ ეჭვიანობის მომენტები აქ არის, რა თქმა უნდა, ძვირფასებო, თქვენ შესაძლებელია ხართ მარტო, არავინ არ გყავთ ასე შემდეგ, მაგრამ ის ეჭვიანობს. არ მინდა თქვა, რომ ისი მხრიდან არის დაუშვათ მესამე არაერთი პიროვნება, მაგრამ რაღაც ძალიან ასე ვთქვათ, დიდი უნდობლობა აქვს მას და ეს რატო თქვენ მისი მხრიდან, იმიტომ რომ თუ თვითონ არ არის ადამიანი დაუშვათ ასეთი მე რათა მართა ხმაზე გაცრავად ვირფასებო, ანუ ალბათ არ უნდა მეთქვა ეს. სხვაზეც არ იფიქრებს ალბათ იგივეს, ხომ? ამის თქმა მინდოდა. ამიტომ ადამიანი იცავს საკუთარ საზღვრებს, საკუთარ თავს, თითქოს თქვენ ვინმე გყავთ უკვე ან არა ერთი და სხვა ხალხზე ეჭვიანობს ის, ვინც არის თქვენს გარშემო. იმ ხალხზე ეჭვიანობს. შეიძლება არ არის აუცილებელი ესენი იყვნენ თქვენი სასიყვარულო პარტნიორები, ვისთანაც თქვენ ურთიერთობა გააქვთ. შეიძლება სამსახურებრივი შეხება, შეიძლება თქვენი ოჯახი ან ვინმე იმ ხალხზე რაღაც თითქოს ორიენტირი იმ ხალხზე აქვს, რომ აი რაღაც გასეცხლებულივით არის. ეს არის რა თქმა უნდა მისი იმედგაცრუება, რომ თქვენ ხალხი გყავთ გარშემო და იმ ხალხს უფრო ენდობთ თითქოს, იმ ხალხს უფრო უჯერებთ თითქოს. ეს მას გულს ტკენს, ასე ვთქვათ. კარგით, კიდევ რას ფიქრობს გარდა ამისა? აუცილებლად ფიქრობთ თქვენთან მოსვლას, ყველა ვარიანტში. რას გეტყვით ხა ეს სიმართლე იქნება, არ იქნება, ეს სხვა საკითხია. მისთვის მთავარია მოვიდეს თქვენთან. თუნდაც არაადეკვატურად, მაგრამ დაგენახოთ, რათა დაამარცხოს მისი კონკურენტები. ესე იგი, მას გონია, რომ როდესაც დაგენახებათ, როდესაც თქვენს წინაშე წარსდგება, ავტომატურად ჩამოეცლება მას კონკურენტები, თუ კი ვინმე არსებობს ასეთი. სულ გზა არის ჯერფასებო, თქვენსკენ არის ყველა მისი გზა მომართული. ნახეთ, თასების მეფე. მე ძალიან მიყვარს თასების მეფე. ესე იგი, ჩქარობს თქვენთან თქვენი თასების მეფე. მასურს გამარჯვება 6-იანი კვერთხი. თქვენთან, რა თქმა უნდა. გარისკვა სურს და თქვენ ხართ, რა თქმა უნდა, მისი იმპერატრიცა, რა თქმა უნდა. იმპერატრიცა, რომელიც ახლა რაღაც შესაძლებელია, ცოტა უკმაყოფილო ხართ, ცოტა დისტანციას იცავთ, მაგრამ ის კომფორტს შეგიქმნით. აი, ეს არის მისი გეგმა. თქვენ იყოთ კომფორტულად მასთან.